ესეც პადვალი და რეზერვუარი, სადაც ჩადის წყალი და რაც სადაც აკეთებს ცირკულაციას. აი ესე შემოდის პადვალში ტონიანი რეზერვუარი მიდგა, ეს პომპა. ეს არის აბრატნიკლანი, უკან მომავალი, ანუ ასე რომ ვთქვათ, თუ ვიქრა შევატყობ, რომ ბევრი წყალი მიეწოდება. ამ კრანს გავაღებ ცოტას და აი ესეთ ვარიანტში. აქედანაც წამოვა წყალი და იქ დააკლდება წყალს დინება. და გამოვა კარგად, იქაც არ იქნება ბევრი წყალი და არც დაიღურება სადმე. ესე, შიგნით რატომ აქ ახლა ეს რეზერვუარი? სალადის ბოტოლს უნდა წყლის ტემპერატურა 22 გრადუსამდე. უნდა იყოს მაქსიმუმ 22 გრადუსი. მერე უკვე ფესვები იწყებს ყობას, როგორც გავარკვიე. და მაგიტო დავდგი აქ, რომ წყლის გრადუსი ტემპერატურა არ გამექცეს 22-ზე მაღლა. აქ ის იქნება 18-20 გრადუსი ტემპერატურა. მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებები.